მოგესალმებით ყველას ჩემო ძვირფასები, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. როგორ ხართ ჩემო კარგებო, ხომ ხართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად. ძალიან მიყვარხართ ყველა, ძალიან გაფასებთ და არ დავიშურებ არასდროს აი მადლობას და არასდროს არ დავიღლები მადლობის მოხდით თითოეულ თქვენთაგანს, რომელიც იწერს ჩემ არხს, რომელიც მიწერს კომენტარს და თავის დროს აკლებს, თავის მნიშვნელოვან დროს აკლებს და მე ასევე დადებითი კომენტარია თუ დადებითი მესიჯია თუ დროს მითმობს, ასე ვთქვათ, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ჩემო ძვირფასებო. ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩემს ემიგრანტებს, ჩემს აი საყვარელ თბილის ადამიანებს, აი არ ვიცი, ჩემო საყვარლებო, ძალიან გაფასებ. ყველა ძალიან მიყვარხართ, მაგრამ ჩემი ემიგრანტები, რომლებიც აი როგორ დოზირებულად, როგორ სწორად, აი რასაც ვეუბნები ზუსტად ისე აკეთებენ და იმდენად მიჯერებენ მსგავსი შემთხვევა, კი აქაც, როგორ არა, აქაც მე იმას კი არ გეუბნებით, რომ არ მიჯერებთ, მაგრამ ჩემო ძვირფასებო, აი რასაც აკეთებენ ემიგრანტები, მსგავსი არაფერი მინახავს, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო თქვენ დაუღალავი შრომის მიუხედავად, აი იმ შრომისა, რასაც ისინი სხვა მიწაზე გადიან და ასევე მათი ნერვული სისტემისა ყველაზე თბილები, ყველაზე კეთილი, ყველაზე ასე ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც არ იშურებენ არც სითბოს, არც სიყვარულს, არც სიკეთეს და მადლიერებას, აი არ ვიცი, საოცრებები ხართ, ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ ჩემო კარგებო და უდიდესი მადლობა თქვენ გაწეული შრომისთვის, ღვაწლისთვის და ჩემთან ერთად, რომ რასაც მაქსიმალურს ვაკეთებთ და რაც შეგვიძლია გვერდში მიდგახართ, ხელს მიწყობთ, რომ ბოლომდე მიყვავს თითოეული საქმე. ამიტომ განსაკუთრებული მადლობა ჩემს ემიგრანტებს. აქაც ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო თქვენ. კი ბატონო, შეძლებს დაგვარად, როგორც შეგიძლიათ, კი ასრულებთ ყველაფერს, მაგრამ მაინც საქმე ისეთი რამეა, ბოლომდე თუ არ მივიყვანეთ, არ შეიძლება ამის შუაგზაზე გაჩერება. თითოეულ გამომწერს დიდი მადლობა და ასევე კომენტარის ავტორს. ეხლა ყველაზე მთავარი და საოცარი სიახლით დაგიბრუნდით ჩემო ძვირფასებო და მოვედით თქვენთან საოცარი სილამაზეებით, რომლებსაც ახლა განახეთ და ეს არის ძალიან დიდი ხნის თხოვნა, რომ დამეწყო და დაგვეწყო სანთლებზე მუშაობა, დამუხტული სანთლები, იმიტომ რომ იმდენად მოთხოვნადი იყო უკვე და იმდენად ბევრი იწერებოდა პირადში. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, სანთლები, რომლებსაც ახლა განახეთ, საოცარი დეკორაციით, რომელიც დამუშავებულია სასწაული ეთერსეთებით, ასევე ჰიმალაის მარილით ცვილზე დამზადებულია. აი საოცარი გაფორმებებით განახებთ ახლა ყველაფერს, შეძლებს დაგვარად ცოტა ბნელი მხარე ურტყავს, არ ვიცი რატო, მაგრამ დღის შუქსაც განახებთ, მერე აუცილებლად მეორე ვიდეოს რო ჩავწერთ და ასევე სანთლები, რომელიც კოდირებულია წარმატებაზე იღბალზე და სიმხვეზე. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანი, რომელიც ყიდულობს ამ სანთლებს, ახლა მე რასაც განახებთ, თითქმის ყველა გაყიდულია, ორი არის მგონი დარჩენილი. თითოეული ადამიანი, ვისაც მიაქვს, მასზე, კი ბატონო, კოდირებულია მასზე, მაგრამ ასევე იმუხტება მისი კოდით დაბადების წელი, თვე და რიცხვით, ხო? ეს იქნება კარიერა, ეს იქნება ფინანსები, თუ ეს იქნება პირადი, ასევე ჯანმრთელობა, ხო? ჩემო ძვირფასებო, ასევე შეგვიძლია ერთ ასე ვთქვათ, ლარნაკში მოვათავსოთ ორი სხვადასხვა, რომ პირადშიც და კარიერა ფინანსებზეც გავაკეთოთ. დანარჩენ დეტალებზე აუცილებლად მწერთ პირადში, უბრალოდ სანამ ვიდეოს დავიწყებ, გაშლას დავიწყებ, მე მინდა განახოთ, აი, ნახეთ, მე მგონი, რომ დაინახავთ, როგორი საოცარი, ეს არის პირადის ჩემო საყვარლებო და აუცილებლად ჩემთვისაც დავმუხტავ და დავიდებ აქ ლამაზად ჩემო ძვირფასებო და ნახეთ როგორი საოცარი დეკორით, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის ვიზუალურ მხარესაც რო თავი დავანებოთ, აქ ისეთი კოდებია ჩადებული და აქ დამუხტვა ისე კეთდება და რა თქმა უნდა გეტყვით როგორ უნდა ანთოთ, რანაირად უნდა ანთოთ, რა პირობებში უნდა ანთოთ, რომ გაითვალისწინოთ ეს ყველაფერიც და აინახავთ თქვენ თვითონ, როგორც კი ეს თქვენს ოჯახში შემოვა. მნიშვნელობა არ აქვს, ხო, ახლა თქვენ პირადზე გვინდა კარიერაზე თუ ფინანსებზე, ხო? აი მე ლოცვებით, რაც ამაზე ტარდება იმ დამუხტვის დროსაც და მანამდე კოდი რაც იდება, რითიც მზადდება.
თქვენ თვითონ ნახავთ მერე და მერე შედეგებს, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეხლა ზედმეტია ამაზე ჩემი საუბარი და აი ნახეთ, რომ ეს არის პირადის, შეხედეთ, თითქმის ყველა თქვენ მაინც მომწერეთ, იმიტომ რომ 2-3 სამუშაო დღე ჭირდება დასამზადებლად და 2 დღე დასამუხტად. ასე რომ წინასწარ აუცილებლად შეკვეთეთ წინასწარ და ეს არის, მოდით ჯერ განახეთ ესე, მე მგონი რომ ესე უფრო ჩანს ხო, შეხედეთ ჩვენი პირადი, ნახეთ როგორი საოცარია. ეხლა განახით ასევე კიდე პირადზე, შეხედეთ, ნახეთ. ეხლა ვეცდები ტელეფონი მოვიტანო და დაგანახოთ, როგორი საოცარი სანთელია, აი ნახეთ. თქვენი თვალით დაინახეთ, როგორი ლამაზია და მარტო სილამაზეს უყურებთ, მთავარი აქ რაც არის ჩადებული, მთავარი კოდი, მთავარი დავალება, ნახეთ, ყველა დამუხტვის დროს თითოეულ სანთელს თავისი დავალება აქვს. კონკრეტულად იმ ადამიანზე რა უნდა გააკეთოს და რა უნდა შეასრულოს. ეხლა ვეცდები აქ თუ დაეტია მაგიდაზე, აი ასეთი, შეხედეთ, როგორი საოცარი, ეხლა მე ჩაგახედებთ ტელეფონით. აი ნახეთ, შეხედეთ, როგორი საოცარია, აი და დღეშუქზე აუცილებლად კიდე უკეთესად განახებთ და ესეც კარიერა ფინანსებისთვის. და მოდით ამებს ჩავდგავ ხო? და კიდე ერთი, რომელიც ემზადება თითქმის აქედან ყველა მე მგონი 1 თუ 2 გადარჩენილი და ამასაც დაგანახებთ როგორ არის. ნახეთ, შეხედეთ, ეს საერთოდ ფერებიც სხვა არის, ფერთა შეხამებაც სხვა არის აქ. აი ნახეთ, როგორ არის თავისი დეკორაციით და ყველაზე მთავარი იმ სურნელოვანი ეთერზეთებით, რომელშიც ყველაზე მთავარი რაც არის და ყველაზე ძირითადი რაც იზრდება, ეს არის ადამიანის სახელზე კოდირებული, სახელი გვარი, თვეწელი და რიცხვით ჩადებული ყველაზე მთავარი დანიშნულება და ყველაზე მთავარი დავალება, რომელიც მათ უნდა შეასრულონ თქვენთვის. ამიტომ აუცილებლად წერთ პირადში და კონკრეტულად რომელიც გვინდა, დაახლოებით 3 სამუშაო დღე გჭირდება და რა თქმა უნდა დამუხტვისთვის 2 ან 3 დღე. იმიტომ რომ კოდირების დღეები სხვა არის, დამუხტვის დღეები სხვა არის. მოკლედ ეს არის ახალი საოცარი ინფორმაცია, ესეც თქვენი თხოვნით დავიწყეთ ჩემო ძვირფასებო, ფიზიკურად იცით როგორი გადატვირთული ვარ, მაგრამ მართლა იმდენად დიდი იყო ამ ყველაფრის თხოვნა და იმდენად ბევრი მესიჯი მოდიოდა, რომ აი ესეთი გადაწყვეტილება მივიღეთ და ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს და ოღონდ დამუხტვას რა თქმა უნდა მივაკეთებ და ეს გოგონა, რომელიც აკეთებს და რომელიც ძალიან კარგად არის გაცნობიერებული თავის საქმეში და კოდით ეს ადამიანი ასე ვთქვათ, მუხტავს და მე უკვე რიტუალებს ის 3 ღამე მევატარებ კონკრეტულ ადამიანზე. ამიტომ ვენდობი და თავის საქმე იცის იდეალურად. მოკლედ, ეს მთავარი ინფორმაცია, რაც მინდოდა მეთქვა. ეხლა დღევანდელი გაშლა საჯარო, მოდით გავაკეთოთ. ამოხტა რამდენიმე არკანი, მოდით ამას ყურადღება არ მივაქციოთ და მოდით დავიწყოთ სიტუაცია. ჩაიფიქრეთ თქვენი პარტნიორის სახელი და გვარი და დავსვათ ესეთი კითხვები, ხო? და დღევანდელი გაშლა იყოს ასეთი სათაურით, რატომ დუმს? ანუ სიჩუმეზე, მარტო დაპაუზება არა, ზოგადი სიჩუმეროა. ესეც ნახეთ ემიგრანტმა მაჩუქა როგორი საოცარია, როგორც მდინარე. ეცით ისეთი ხმა აქვს ოსტატ. აი ნახეთ როგორი ლამაზი. მოკლედ დავიწყოთ, ჩაიფიქრეთ თქვენი პარტნიორის სახელი და გვარი, ნახოთ მისი ენერგიები, ასევე ნახოთ მისი სიტუაცია, ასევე ვნახოთ მისი დამოკიდებულება თქვენთან დაკავშირებით, ასევე ვნახოთ კონკრეტულად რა გახდა მიზეზი მისი დადუნების და ნახოთ მისი ნაბიჯები. და იწყება 7-იანი კვირთხებით, ადამიანი, რომელიც თავს იცავს, ადამიანი, რომელიც თავის ბურჯშია შეკეტილი და ადამიანი, რომელიც აღარ გიშვებთ. და ნახოთ ეხა რა ხდება და ნახოთ
რა ენერგიებშია თქვენი პარტნიორი, მამაკაცებო, ვინც მიყურებთ ჩემო ძვირფასებო, თქვენთვის რეზონირება მოხდება შებრუნებით. მოკლედ, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ დასტის ფონად რაც შევხედე შეშინებული მამაკაცი, რომელიც თავს იცავს, არ ვიცი რა მოხდა თქვენ შორის, მაგრამ ყველაზე მთავარი ორიანი თასებით იდეალური ჩემი საოცარი არკანია, ვგიშდები ამ არკანზე, იდეალური ურთიერთობით, რაღაცა ძალიან დიდი ჰარმონიით, მაგრამ კრუგზე ტრიალით, არ ვიცი წლების ურთიერთობას უყურებთ, არ ვიცი ახალ ურთიერთობას, მაინც ყოველ შემთხვევაში არ მგონია და შესაძლებელია ახალი ურთიერთობაც სულ რამდენიმე დღე იყო, მაგრამ წლებს მოიცავდეს, ხო? ამიტომ კონკრეტულად ურთიერთობებს დღეები და საათები არ აქვს დაწესებული. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ადამიანი აი ზუსტად მინდა ეხა გადმოვცე კრუგზე წავა წამოვა, ისე მოვა წავა კიდე წამოვა, მიხვდით რის თქმა მინდა? ამიტომ ზუსტად მინდა გადმოვცე, მიუხედავთ იმისა, აი ძლიერი ენერგიებისა, მიუხედავთ იმისა, რომ საკმაოდ ძლიერი ურთიერთობა გქონდათ და არ ვიცი, ისიც გაძლიერებდა, თქვენც აძლიერებდით, ერთმანეთს ძალიან დიდ ენერგიას აძლევდით, მიუხედავთ ამ ყველაფრისა, ურთიერთობა დაინგრა. კარგით, ნახოთ ახლა სიტუაცია. იმპერატორი, ეჭვიც არ მეპარებოდა, ჩემო ძვირფასებო, ადამიანი იმპერატორი და რას ვხედავ? ჩაკეტილი, გაჩერებული, აბსოლუტურად დაპაუზებულ, გაჩერებულ, დადუმებული, ყველანაირად ხელფეხ შეკრული, მაგრამ ადამიანი იმპერატორი, საოცარი, არ ვიცი რატომ მივიდა, ვნახავ ახლა მიზეს, ამ დადუმების მიზეს რა არის, მოდით ვნახოთ და საოცარი მიჯაჭვულობა, ჩემო ძვირფასებო, არ ვიცი ვინმესთან თუ იყო მესამე პირი, არ არის გამორიცხული, რომ კონკრეტულად მესამე პირს უკავშირდებოდეს ეს ყველაფერი, ამიტომ ძალიან ყურადღებით იყავით. მიუხედავად იმისა, რომ ეტლის არკანით ადამიანმა რამდენიმეჯერ და სიტუაციები დაძრა, მოვიდა თქვენამდე, ისევ წავიდა, მოვიდა თქვენამდე, ეხლა ამ წუთას ილუზიებშია გადასული ეს ყველაფერი. ძალიან საოცარია. ნახოთ, ანუ დადუმების მიზეზი არ არის, კი ბატონო, აი თქვენი თვალით მინდა დაინახოთ, როგორ დაგვიჯდა ქურუმი და მიუხედავად იმისა, რომ ჰარმონიული ურთიერთობით, მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებულების არკანით თქვენთან ადამიანი იდეალურად გრძნობდა თავს, მაქსიმალურს აძლევდით, იმიტომ რომ კაცი, რომელიც თქვენთან გაჩერდა ამდენი ხანი, კიდევ მცირე ხანი, კაცი, რომელიც იმპერატორად გრძნობს თავს, ის ყველასთან ვერ იგრძნობს თავს, რადგან თქვენთან გრძნობდა თავს, ესე იგი ეს ყველაფერი ამათ ღერდა. მაგრამ აგერ დაგვიჯდა ქურუმი, ქურუმი შეიძლება იყოს მესამე პირად დედა, პეტრე, პავლე, ნათესავი, რა თქმა უნდა პარტნიორი ახალი, ამიტომ 80% გაჩერებულია მესამე პირის გამო. სწორედ ამიტომ დადუმდა, კი ბატონო, არ არის გამორიცხული აქ მაგიას უკავშირდებოდეს, იმიტომ რომ რვიანი ხმები აბსოლუტური ჩაკეტვა. ჩემო ძვირფასებო, სულ მაგას ვსაუბრობ, ზოგადად რვიანი რო ახატია, აი ელემენტარულად ბრელოკებით შემოვიდა, ეხლა რვიანით. არამც და არამც არ უნდა იყიდოთ. არ შეიძლება, ამიტომ როდესაც რაღაც არჩევას გაძლევთ, ისევ თქვენთვის არის უკეთესი, ხო, რომ გაითვალისწინოთ. კი ბატონო, ვნახოთ ნაბიჯები რა იქნება. იმიტომ რომ ვიდეო ძალიან დიდხანს გამიგრძელდა და ვნახოთ იმედი ამიტვირთავს, ეს იმიტომ ასე ვთქვათ შემოკლებით, იმიტომ რომ ეს ახალი ინფორმაცია უნდა მომეწოდებინა თქვენთვის და სამწუხაროდ ჯერჯერობით ნაბიჯები ვერ იქნება. რვიანი თასებით ადამიანი აბსოლუტურად ემოციურად განვლებული, წასული და შეშინებული. ძალიან არის შეშინებული ეს ადამიანი, მე არ გამოვრიცხავ სწორედ ამ ქურუმის გამო არის ეს სიტუაცია და იმიტომაც იცავს თქვენთან თავს. კი ბატონო, ვისთანაც სამუშაოები დაწყებულია, რა თქმა უნდა, ვაცდით სიტუაციას, საქმე ეგრე მარტივად არ კეთდება, შავმაგიასთან ჩვენ არ თანამშრომლებთ, ჩემო ძვირფასებო, ამიტომ საქმე სამყაროში არის ბალანსი და ამ ბალანსს ვერ გადავაბიჯებ, აი ამ ბალანსით ვმუშაობთ. ამიტომ ამ წუთას მე რო გითხრათ, რომ ნაბიჯები ექნება, მოგატყუებთ, მაგრამ დუმილის მიზეზი ერთ-ერთი მესამე პირები არიან. ჩემო ძვირფასებო, ეხლა დაკონკრეტებით და დეტალებში, რა თქმა უნდა, პირად კონსულტაციაში უნდა გადმოგწანდეთ, ხო, მესმის ყველაფერი, მაგრამ როგორღაც უნდა
გაიღოთ და რაღაცნაირად ხო ეხლა რომ პირად კონსულტაციამდე მოვიდეთ რომ ზუსტად გავიგოთ რა ხდება როგორ და რანაირად რომ მეტად გეხმარებით თორე განარა აღასკროლეთ და უყურეთ საჯაროებს ხო ამიტომ ჩემო ძვირფასებო მიუხედავად იმისა რომ თქვენთან დამოკიდებულება ძალიან დადებითი ჰარმონია შეყვარებულების არკანით გრძნობები ისევ არის მიუხედავად ამ ყველაფრისა ადამიანი შეშინებული თავის თავს იცავს და თავისთვის არის ჩაკეტილი და თავის თავში არის ჩაკეტილი. ამ დროს მე ვფიქრობ, რომ ნახევარზე მეტი თითქმის ოჯახის სიტუაციამდე იყავით მისულები. არ არის კარგი სიტუაცია, გადმობრძანდით პირადში ურთიერთობა აბსოლუტურად გასულია, აი აგერ კიდე ხუთიანი ხმლები. არ ვიცი, მე თუ შემეძლება კარგად იცით რომ გეხმარებით, კი ბატონო, მქონია შემთხვევა რომ უარი მითქვია დახმარებაზე, იმიტომ რომ თუ რაღაცა არ გამოვა, იმასაც ვეუბნები უარს. ამიტომ ჩემო ძვირფასებო ეს დეტალები უკვე პირადში და დანარჩენზე გელოდებით YouTube-ზე ვიდეოს ბოლოს ჩემი ნომერია, WhatsApp, Viber, Telegram-ი, TikTok-ზე აუცილებლად პირადში მწერთ და მე თვითონ გავაკეთებთ. ეს იყო დღევანდელი საჯარო გაშლა, ინფორმაციული, თვითონ გაშლა შეიძლება მოკლე იყო მე მესმის, მაგრამ ეს თავარი ინფორმაცია იყო, რომელიც უნდა გადმომეცა სანთლებზე და აუცილებლად ჩაგიწერთ დღისითაც ვიდეოს, რომ კიდევ კარგად განახოთ სანთლები. ეხლა დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, მიყვარხართ ძალიან ყველა დროებით.